19 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდა და ყოვლადქებულ მოციქულ თომას მოიხსენიებს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. ღვთისმსახურება ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღასრულა. წირვის დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა ტაძარში შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. სახელითა მამისათა, დაზისათა, დასულისა, წმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. დღეს არის სამი თემა ქადაგებისთვის და სამივე შესახებ უნდა მოგახსენოთ. პირველი ეს არის საკვირაო სახარება, რომელიც წავიკითხეთ, როდესაც ეს ყველა მიცით ეს ადგილი, როდესაც იესო ქრისტემ გააცოცხლა ნაინელი ქვრივის მცირეწლოვანი ვაჟი. ეს ამბავი იცით, იმიტომ რომ ეს ხშირად იკითხება სახარებიდან, მაგრამ აუცილებელია ხოლმე ყოველთვის სახარების წაკითხulis გააზრება, სახარებაში წაკითხული ამბების და შეკითხვების დასმა. მაგალითად, მე ხა ჩემ თავზე მოგახსენებთ, არასოდეს დამისვამს კითხვა სამწუხაროდ, თუ რა ბედი ეწია ამ ვაჟს. წარმოიდგინეთ, ასეთი ტრაგედიაა ეს დედის ერთა პატარა ბიჭის დაახლოებით მე როგორც გამოთვალეთ 10-11 წლის, 12 წლის მაქსიმუმ და ესე იგი ეს ბავშვი გარდაიცვალა. და მთელი ქალაქი მოაცილებს, ქალაქის გარეთ ასაფლავებდნენ ხოლმე. ადრე ესეთი წესი იყო და ნაინი არის პატარა ქალაქი და აი აქედან მოდის ეს პროცესია, მთელი ქალაქი მოყვება ამ საშინელ ტრაგედიას იზიარებენ ამ დედის. და როდესაც იესომ ეს გაიგო და დაინახა და უფრო სწორედ რა თქმა უნდა წინასწარ იცოდა და იმიტომ მოხვდა ზუსტად იმ ადგილას ქალაქ ნაინში. და მივიდა და ეს დედა ანუგეშა და შემდეგ ბავშვი წამოაყენა და გააცოცხლა. არ გაგონილა ესეთი რამე არსმენილა და აი ესეთი საოცარი რაღაცა მოხდა, თუმცა იესოს კი ყავდა უკვე გაცოცხლებული იაიროსის ასული. მაგრამ ამას საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა და წარმოიდგინეთ ეს ბავშვი წამოდგა. და აი შეკითხვა. აი ასეთ რამეს რო ეს ბავშვი შეესწრო. აი შემდეგ მისი ცხოვრება როგორი უნდა ყოფილიყო. ქრისტემ გააცოცხლა მკვდრეთით. გაიზარდა ეს ბავშვი, რა თქმა უნდა მოციქულებს და იესო ქრისტე კი მალე გააკრეს ამ ყველაფრის მერე ჯვარზე. და ჯერ კიდევ პატარა იყო ეს, მაგრამ მოციქულებს არ მოშორებია და მე გახდა პეტრე მოციქულის მოწაფე, რო წამოიზარდა. და მოგვიანებით დაახლოებით 20 თუ 30 წელი იყო გასული ქრისტეს ჯვარცმიდან. პეტრე მოციქულმა გააგზავნა ეს ყმაწვილი საქადაგებლად. მას ადრე რა ერქვა არ ვიცით, მაგრამ როდესაც იესომ გააცოცხლა, ამ ბავშვს უწოდეს maternus, ლათინური სიტყვა არის maternus და mater ეს არის დედა ლათინურად. დედის ბიჭი ან დედიკოს ბიჭი ესე დაარქვეს. იმიტომ რომ დედას გამო გააცოცხლა ქრისტემ და ესე დაერქვა სახელი maternus. maternusი გააგზავნა პეტრემ თავის სხვა მოწაფეებთან ერთად 70 მოციქულთან ერთად, ეპისკოპოს ევქერიუსთან ერთად გააგზავნა საქადაგებლად გერმანიაში. მაშინ ფრანკთა სამეფო ესე ერქვა და აი გერმანიაში რო წავიდნენ ესენი. მოხდა საოცარი ამბავი. აი რასაც ვერავინ ვერ წარმოიდგენდა. გზაში ეს maternusი გარდაიცვალა მეორედ. ნუ რა უნდა იქნათ დაასაფლავეს და დაბრუნდნენ უკან ევქერიუსი და მისი თანამგზავრი. დაბრუნდნენ და მივიდნენ პეტრე მოციქულთან და უთხრეს რომ ესე მოხდა და რა ვქნათ. ნუ თავზარდამცემი იყო ამ ბავშვის სიკვდილი. და ბავშვი აღარ იყო უკვე 30 წლის იყო, მაგრამ. და პეტრე მოციქულმა მისცა თავისი კვერთხი და უთხრა რომ წაიღეთ ეს კვერთხი და მის სხეულს შეახეთ. დასაფლავებულია უკვე წარმოიდგინეთ. მის სხეულს შეახეთ. და მართლაც ესე გააკეთეს, წავიდნენ და გათხარეს საფლავი, 40 დღე არ იყო ჯერ გასული, გათხარეს საფლავი, შეახეს პეტრე მოციქულის კვერთხი, ეს იყო ქალაქ ტრირთან
ტრიერი, დღეს ესე ქვია, ტრირი, გერმანიის ქალაქია და გათხარეს, მისი საფლავი შეახეს და გაცოცხლდა ეს. ანუ ეს მეორეჯერ გაცოცხლდა, წარმოიდგინეთ. საოცარი ამბავი. ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, ეთყობა ეს ღვთის განგებით იყო. ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა აი ამ მხარეში, ამ წარმართ მოსახლეობაზე, რომ ძალიან დიდი სისწრაფით, ძალიან ჩქარა დაიწყეს ამათმა მონათლა და აი მოციქულმა ევქარიუსმა ესე იგი მონათლა ესენი ყველანი და ტრირში დაარსა საეპისკოპოსო კათედრა. ამან გააგრძელა მატერინუსმა ქადაგება და მერე ეს აკურთხეს ეპისკოპოსად, კეულნში დაარსა საეპისკოპოსო კათედრა და კიდე ბელგიაში. და დღეს მოიხსენება როგორც ტრირის, კეულნის და აი ბელგიის ეპისკოპოსი. აი ეს იყო წმინდა მატერინუსის შესახებ ნაინელი ქვრივის. მეორე ამბავი, რაც უნდა მოგიყვეთ, ეს ეხება უკვე თომა მოციქულს. თომა მოციქულთან დაკავშირებით ორი მთავარი ამბავია, იმიტომ რომ ორჯერ არის მისი ხსენება. ერთხელ არის მისი ხსენება თომას კვირა, ესე ეწოდება აღდგომის განახლება, აღდგომის წორზე და მეორე არის დღეს, მისი გარდაცვალების დღე არის დღეს. დღეს ჩვენ წავიკითხეთ სახარებიდან ის ადგილი, სადაც თომამ იესო ქრისტეს ჭრილობებს ხელი შეახო. და აი კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც აუცილებლად უნდა დასვათ. აი უნდა ესე მიუდგეთ სახარებას, რომ ყველა კითხვა უნდა დაისვას. რატო ეწოდება თომას ურწმუნო? აი რა განსაკუთრებული სახელია ეს? როგორ არის ჯერთი თომა ურწმუნო როგორ იყო? თომა მოციქულს, როდესაც ვახსენებთ, პირველი რაც გვახსენდება, მასზე ეს არის, როდესაც სანამ ლაზარეს აღადგინებდა იესო და რო თქვა რომ უნდა წავიდეთ ბეთანიაში და აღვადგინოთ ლაზარე, თქვენს მოციქულებმა უთხრეს რომ მოკლავენ შენ იქ ხოდ მოსაკლავად გეძებენ და თომამ თქვა წავიდეთ და მოვკვდეთ მასთან ერთად. აი ეს არის თომა და როგორ შეიძლება თომას ეწოდოს ურწმუნო? კი არა და უფრო გამძაფრება შეიძლება ამ კითხვის. რომელიმე მოციქულს წამდა რომ ქრისტე აღდგა? ოღონდ ნახეთ კითხვა ცოტა სხვანაირად უნდა დაისვას ალბათ. არ წამდათ. მოციქულებმა ნახეს. ერთი არის რომ ჯერა უხილავის. და მეორე არის რომ შენი თვალით ხედავ. რასაც შენი თვალით ხედავ, ის ხო არ გწამს, იმას ხედავ. მოციქულებმა ნახეს. კუდრეთით აღდგარი უფალი და უთხრეს თომას, რომ აღდგა და თომამ უთხრა არ მჯერა. რატო უთხრა ეს არ მჯერა? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ. იმიტომ უთხრა თომამ არ მჯერა, რომ მას უნდოდა რომ ენახა. როგორც სხვა მოციქულებმა, იმიტომ რომ თომა მოციქული იყო 12-თაგანი. და როდესაც მას კითხავდნენ შემდეგ ქადაგების დროს, რომ რა იცი რომ აღდგა, ის ეთქოდა რომ მე მჯერა რომ აღდგა, იმიტომ რომ მოციქულებმა ასე მითხრეს და მე დავიჯერე. ეს არ იყო თომასთვის საკმარისი. ანუ ჩვენ როდესაც შეგვიძლია დავწმუნდეთ უშუალოდ, არ არის აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ეს. და თომამ თქვა, მე უნდა შევახო მის ჭრილობებს ხელი. ანუ რა თქვა, ნახეთ, მე არა მარტო უნდა გავიგონო თქვენგან რომ აღდგა. და არა მარტო დავინახო ჩემი თვალით, იმიტომ რომ მე მაქვს ამის უფლება, მე მოციქული ვარ. არამედ უნდა ხელი შევახო მის ჭრილობებს და ამისი უფლებაც მაქვს. და ამიტომ, როდესაც იესო მეორეჯერ გამოეცხადა მოციქულებს, უთხრა თომას, მოდი და შეახე ხელი ჩემს ჭრილობებს და ნუ იქმნები ურწმუნო. ანუ ამ შემთხვევაში ურწმუნო კი არ ნიშნავს იმას, რომ არ ჯერა, არა. ამ შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ კი ნუ გჯერა, არამედ ნახე. შეახე ხელი ჩემს ჭრილობებს და მართლაც თომამ უთხრა და პირველმა სხვათა შორის მოციქულთა შორის აღიარა უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. და ბოლოს მინდა კიდევ ერთი თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, სახარებაში წერია თომა, რომელი იყო მარჯბივი. მარჯბივი ძველ ქართულ ენაზე ნიშნავს მრჩოვლს, ანუ გამეორებას, ანუ ტყუპს. ესე იგი თომა მოციქულს ეს თომა სიტყვა ბერძნულად აღნიშნავს ტყუპს. ხო და რატო ერქვა ეს თომა? ვისი ტყუპის ცალი იყო? თომას ტყუპის ცალზე სახარებაში არსად არ არის მოხსენებული. ხო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ესეც უნდა იცოდეთ, აი თქვენ წინაშე არის ხატი დაბრძანებული თომა მოციქულის. ეს ერთი ამბავი, როდესაც ჭრილობებზე ხელი შეახო და მეორე ამბავი არის გამოხატული და ამის შესახებ მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ. ნუ ამ ისტორიას მე აღარ მოვყვები ახლა თომა რომ ინდოეთში წავიდა საქადაგებლად როგორ მოხდა, თვითონ ინდოელები ჩამოვიდნენ, იმათმა წაიყვანეს და უთხრეს რომ ჩვენ უსაფრთხოდ ჩაგიყვანთ. გზაში ერთ-ერთ სახელმწიფოში ეს არის გადმოცემა, ოღონდ ეს არის გადმოცემა,
როდესაც გადმოვიდნენ გემიდან, აღვიშთა, რომ ამ ქვეყანაში არის დიდი ზეიმი. მეფის ვაჟი მოყავს ცოლი. ქორწილია. და ესეთი მეფის ბრძანებაა, ცოტა მკაცრი მეფე ყავდათ და გამოსცა ბრძანება, რომ ყველა უნდა მოვიდეს მთელი სახელმწიფო ქორწილში. ისეთი დიდი ქორწილი მოაწყო, რომ ყველა დაპატიშეს და თომა რომ მოხვდა აი ამ ნაპირზე რომ გადავიდა, უთხრეს, რომ აუცილებლად ქორწილს უნდა დაესწრო. მივიდა თომა და შემდეგ როგორც ჩანს მეფეს უთხრეს, რომ აი ესეთი წარჩინებული პიროვნება არის ჩამოსული, რომელიც არის ცნობილი არქიტექტორი, რომელიც მიყავთ ინდოეთში, რომ სასახლე ააშენოს და ეს ესწრება დღეს სუფრას და მეფემ დაიბარა, თხოვა რომ თომა მოსულიყო და უთხრა რომ ძალიან გთხოვო თუ შეიძლება ჩემი შვილი და ჩემი რძალი დაულოცეო. თომამ შეიყვანა, უთხრა რომ თუ შეიძლება ცალკე დაულოცაო და შეიყვანა რაღაც ოთახში და უთხრა რომ თქვენო უნდა აღთქმა დადოთო რომ აი ამ ქორწილის შემდეგ ერთმანეთს არ შეეხებითო და თქვენ ორივენი ქრისტეს საზლონი იქნებითო. იმ ღმერთის, რომელსაც მე ვქადაგებ. როდესაც, ესე იგი, ეს ჯერ მეფემ არ იცის წარმოიდგინეთ და ამას ძალიან გაუკვირდათ ამ ცოლ-ქმარს. ძალიან გაუკვირდათ და რო წამოვიდნენ ეს ქორწილის პირველი დღე რო დამთავრდა, რო დაიძინეს, ორივეს ჰქონდა ერთი ეგივე სიზმარი. რომ ძილში გამოეცხადათ მათ თომა. ოღონდ თომა იყო რაღაცა ბრწყინვალე სასახლეში, რაღაცა განსაკუთრებულ ადგილას და ამან უთხრა სიძემ კი მაგრამო ეხლა არ დავიძინეთო ჩვენო და აქ არ იყავიო ჩვენთან ეხლა სადახარო აქ ესე სწრაფად როგორ მოახერხე ესეთ სასახლეში არც ვიცი ეს სასახლე სად არისო და როგორ მოახერხე ესე სწრაფად წასვლაო და აი მან უთხრა რომ იცი რა მე თომა არა ვარო მე ვარ თომას ძმაო და ეს იყო იესო ქრისტე და გამოეცხადა თომას სახით. ესე იგი იმდენად გამოეცხადა თომას სახით, რომ ამას ეგონა თავიდან თომა. და რო გამოეცხადა, უთხრა რომ აი თომამ როგორც გითხრათ ესე გააკეთეთ. და რო გაიღვიძეს დილით, შემდეგ უკვე მეფეს უთხრეს ეს ამბავი, რომ ჩვენ ესე უნდა ვიცხოვროთ. მეფე წარმოიდგინეთ ახლა როგორ განრისხდებოდა, მაგრამ თომა უკვე დილაუთენია გაემგზავრა, გემით და შორს იყო უკვე წასული. და მერე გავიდა დრო თომა თქვენ იცით რომ ინდოეთში იქადაგა და ჩააკითხეს ამათმა. ჩააკითხეს და უთხრეს რომ აი რა გავაკეთოთ. ჩვენ მზათა ვართ რომ ნათლობა მივიღოთ და ჩვენ მზათა ვართ რომ ქრისტეს გზით ვიაროთ. და მართლაც თომამ ესენი მონათლა და ესენი შემდეგ ახდენ მონაზვნები ქმარის და ცოლიც. ეს არის ამ ხატზე გამოხატული. თომა მოციქულის სახით იესო. ერთი და მარცხენა მხარეს არის თომა როგორ ემთხვევა უფალს და როგორ განიხილავს მის ჭრილობებს. შეგვეციოს დიდი მოციქულის თომას მადლი. ეს არის წარმოუდგენელი, ჩვენ კარგად არ გვესმის, რას ნიშნავს, რომ აქ სიონის ტაძარში თომა მოციქულის თავის ქალა ინახება, რომელსაც შეგიძლიათ შეეხეთ და დალოცვათ ხოვეთ, ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს და დიდხანს გვითღეგრძელოს ჩვენი პატრიარქი, ჩვენ ლოცულობთ, სულ რაღაც 2 წელი დარჩა, ნაკლები 2 წელიწადზე ნაკლები, რომ აღვნიშნოთ მისი პატრიარქობის 50 წლის იუბილე, რომელიც არის სრულიად უნიკალური მოვლენა მთელ მსოფლიოში, მსოფლიო ეკლესიის ისტორიაში არ ყოფილა ასეთი შემთხვევა, რომ პირველი იერარქი, პატრიარქი 50 წელი ყოფილიყოს საპატრიარქო ტახტზე და ჩვენ ვკითხულობთ ამისთვის 102 ფსალმოს და ყველას გთხოვთ ყოველდღე წაიკითხოთ. ცოტა გადაგვრჩა და მალე მასთან ერთად ვიდღესასწაულებთ ამ ბრწყინვალე დღეს ჩვენთან არს ღმერთი. სიონის საპატრიარქო ტაძარში შეკრებილი სასულიერო და საერო პირები სრულიად საქართველოს დღესასწაულს ულოცავდნენ და ამ დღის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. მთელს ერს და ჩვენს ეკლესიას ულოცავ განსაკუთრებულ დღეს, დღევანდელ დღეს წმინდა მოციქული თომას ხსენებას, რომელსაც მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს ძალიან ისეთი გამორჩეულად, ზეიმურობით, რადგანაც თომა მოციქული სწორედ რომ გამორჩეული მოციქული გახლდათ მაცხოვრის. ამასთან დაკავშირებით სიონის აი ამ უძველეს საპატრიარქო ტაძარშია დავანებული თომა მოციქულის სიწმინდე, რომელსაც უამრავი მლოცველი მიეახლება და მისგან კურნებას იღებს და შეწევნას. ღმერთმა შეწევნა და კურნება არ მოაკლოს ჩვენს ხალხსა და მთელს ერს. ღმერთთან დაგლოცოთ დღევანდელი დღესასწაულის მადლით, ულოცავ მის უწმინდესობას და ულოცავ თითოეულ ადამიანს მორწმუნე მრევლს. დღეს დიდი დღესასწაულია ქრისტეს მოციქულის წმინდა თომას ხსენების დღე.
და მე მინდა რომ ჩვენი გუნდის სახელით სრულიად საქართველოს მიულოცოთ დღევანდელი დღე და როგორც ყოველთვის განსაკუთრებულად მის უწმიდესობას და უნეტარესობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა ვუსურებ მის უწმიდესობას და ჩვენი გუნდი მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა, მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევით გალობთ სიონის საკათედრო ტაძარში და ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული მადლიერება ჩვენი პატრიარქის მიმართ. მრავალჟამიერ თქვენო უწმიდესობა. პირველ რიგში მიულოცავ დღევანდელ დღეს ჩვენს უწმიდეს და უნეტარეს ილია მეორეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. სრულიად საქართველოს მოსახლეობას მინდა მივულოცო დღევანდელი დღე, წმინდა თომა მოციქულის ხსენების დღეა დღეს. ვზეიმობთ მართლმადიდებლური ეკლესია და დღევანდელი დღის მადლით ვუსურვებ საქართველოს გამთლიანებას. მთლიან საქართველოს გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, ვულოცავ პატრიარქს ასევე, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. აღსანიშნავია, რომ სიონის საპატრიარქო ტაძარში დავანებულია მართლმადიდებლური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე, წმინდა თომა მოციქულის თავის ქალა. წმინდა ნაწილი დღესასწაულზე ტაძარში გამოაბრძანეს და მორწმუნეებს მასთან მიახლების საშუალება ჰქონდათ.